მოგესალმებით შუადღემშვიდობისა აბსოლუტურად ყველას. დღეს აი ესეთი ფონით გიწერთ ვიდეოს, იმიტომ რომ მინდა წარმოგიდგინოთ, ვინც არიცით გოგონებო, ჩემი წიგნი, რომელიც ონლაინ გაყიდვაში არის სხვათა შორის და დღეს მინდა რომ ამ წიგნზე გესაუბროთ და ვისაც აუცილებლად ვისაც დაგაინტერესებთ და გენდომებად შეძენა, აუცილებლად დამიკავშირდით, აგერ TikTok-ზე მომწერეთ, ვინც YouTube-ზე მიყურებთ, ინგლისური ასოებით აკრიფეთ თამოც 17.03 და შეგიძლიათ TikTok-ზე მომმართოთ შესაძენად ონლაინ ვერსიით, არის PDF-ის და Word-ის ფაილითაც. ეხლა ამ წიგნს გოგონებო ქვია, ძალიან მარტივად იკითხება, ქვია ნაბიჯი საკუთარი თავისაკენ. ვის გამოადგება აღნიშნული წიგნი? აღნიშნული წიგნი გამოადგება გოგონებს, რომლებიც უკვე არიან ურთიერთობაში, რომლებიც ჯერ ისევ არ არიან ურთიერთობაში, მაგრამ უნდათ საკუთარი თავის დაბრუნება, ან ვინც უკვე ურთიერთობაშია და დაკარგეთ საკუთარი თავი და არ იცით როგორ აღადგინოთ ეს ყველაფერი, დაკარგეთ თავი და დაკარგეთ რა თქმა უნდა პარტნიორის პატივისცემაც. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი სამაგიდო წიგნი უნდა იყოს ქალებისთვის, იმიტომ რომ პრაქტიკული მაგალითები ძალიან ბევრი მოყვანილი და ამ წიგნთან ერთად თქვენ გადმოგეცემათ საჩუქრად 15 წუთიანი კონსულტაცია ჩემთან, ასე რომ ვინც დაინტერესდებით აუცილებლად დამიკავშირდით. ეხლა ვნახოთ რა საკითხები იქნება აქ განხილული ამ წიგნში გოგონებო. სულ გვაქვს რამდენი თავი გვაქვს? ერთი წამი ვნახოთ. 15 თავი გვაქვს გოგონებო. და რით იწყება აღნიშნული წიგნი. რა თქმა უნდა, შესავლით ძალიან ბევრი მაგალითებია, კონკრეტულად ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მოყვანილი. რა თქმა უნდა, უცხოური სახელები არის, ვინაიდან ზოგი შეცვლილია, ზოგი ნამდვილია და ასე შემდეგ. გვექნება განხილვა, საკუთარი თავი და ინდივიდუალიზმი, ანუ რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა მოახდინოთ საზღვრების დაწესება ურთიერთობებში ჯანსაღად? როგორ ინდივიდუალიზმსა და ემოციურ მხარდაჭერა როგორ უნდა შეათავსოთ ერთმანეთთან? ნახეთ, ინდივიდუალიზმი და ემოციური მხარდაჭერა პარტნიორის და საკუთარი თავის. და როგორ არ უნდა დაკარგოთ ემოციური დამოუკიდებლობა. ანუ ემოციურად არ იყოთ მიჯაჭვული და დამოკიდებული ამ პარტნიორზე. თუ უკვე ხართ მიჯაჭვული, შესაბამისად მეხუთე თავი უნდა წაიკითხოთ. კარგად, ეს არის ემოციური მიჯაჭვულობა. როგორ უნდა ჩაეხსნათ და გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. შემდგომი თავი პატივისცემა და თავდაჯერება ურთიერთობებში, ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა, კონფლიქტების მართვა, კომუნიკაციის წარმოება, რაც ძალიან ბევრ ჩვენთაგანს უჭირს. მე თვითონაც ვკითხულობ ხოლმე ჩემ წიგნს სხვათა შორის მინდა გითხრათ. შემდეგ, ურთიერთობებში გავრცელებული შეცდომები, წითელი ნიშნების ამოცნობა ურთიერთობებში, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა ურთიერთობებში, საკუთარი პოზიციის დაცვის აუცილებლობა, თვითკმაყოფილება და შინაგანი ჰარმონია, ოჯახი და მეგობრები და შინაგანი დიალოგი. იმისათვის, რომ იცოდეთ რა სახის წიგნი არის ეს, აი მოდით შესავალს წაგიკითხავთ, რომ ნახოთ თვითონ სტილი, იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან მძიმე მკითხველი ვარ, ანუ მძიმე მკითხველი რას ნიშნავს? სულ ვკითხულობ. ძალიან ბევრ წიგნებს ვკითხულობ, ეხლა რომ დავამთავრებ ამას გავალგარეთ და განახებთ, ეხლა ამ წუთას რა მაქვს კითხვის პროცესში, რამოდენიმე წიგნი მაქვს კითხვის პროცესში, ისინი გადმოლაგებული მაქვს წინა პლანზე, იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დავამთავრო ხოლმე და ანუ რამოდენიმე წიგნს ერთდროულად ვკითხულობ. მოკლედ, ეხლა დავიწყოთ. შესავალი. ესე იგი, სიყვარულში საკუთარი თავის დაკარგვა ადვილია. ნაბიჯი საკუთარი თავისკენ არის გულწრფელი და ძალზე მძლავრი სახელმძღვანელო იმ ქალებისთვის, რომელთაც სურთ შექმნან ბედნიერებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. თუმცა არ ივიწყებენ თავიანთ ინდივიდუალურობას. ეს წიგნი იმ ქალებს ეძღვნებათ, რომლებსაც ღრმად უყვარდათ, ან უყვართ, მაგრამ დროთა განმავლობაში თავიანთი ოცნებები, მეგობრები, საკუთარი თავიც კი დაკარგეთ სიყვარულის გზაზე. სახელმძღვანელო აერთიანებს თვითშემეცნებისა და პიროვნული ზრდის გზას, რომელიც მოქმედებს როგორც პრევენციის, ისე გამაჯანსაღებელი პროცესის სახით. მკითხველი იპოვის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ემოციურ სტაბილურობის განსავითარებლად და ჯანსაღი საზღვრების დასამყარებლად. ეს ინსტრუმენტები და ისტორიები დაეხმარება ქალებს განიცადონ სიყვარული არასაჭიროების, არამედ სრულყოფილების მდგომარეობიდან. ისინი შეძლებენ გაიგონ, რომ ურთიერთობაში მხოლოდ მაშინ იქნებიან ბედნიერები ნამდვილად, როცა საკუთარ თავთან ჰარმონიაში იქნებიან.
წიგნის მთავარი აზრი მიმართულია თვითშეფასების, მნიშვნელობის და პიროვნული ძალის აღმოჩენისკენ. ერთ-ერთი ისტორია ჩემი არქივიდან მახსენებს ქალს, რომელსაც პარტნიორის კარიერაზე ზრუნვის გამო თავისი მხატვრული ნიჭი დაივიწყა. წლების შემდეგ კი გაათვითცნობიერა, რომ ამ პროცესში საკუთარი თავი დაკარგა. ამ წიგნში გაგიზიარებთ რეალურ ისტორიებს ბრძოლასა და თავისუფლებაზე. ისტორიებს, რომლებიც ასახავენ ქალის შინაგან და გარეგანი კომპლექსების დაძლევის რთულ, მაგრამ რეალურ გზას საკუთარი იდენტობისა და პიროვნების დასაბრუნებლად. მახსენდება ერთი ისტორია 54 წლის ქალზე, რომელმაც ქორწილების ადრეულ წლებში თავისი იდენტობა ცოლისა და დედის როლთან გააიგივა. ბავშვების გაზრდის შემდეგ კი სიცარიელე იგრძნო. პირადი მიზნების აღდგენის პროცესში დაუბრუნდა სწავლას, გაუჩნდა ახალი ინტერესები, აღმოაჩინა, რომ როლი, რომელსაც ამდენი ხანი ირგებდა, სულად არ განსხვავდა მის პიროვნულ ნამდვილ უნიკალურ არსს. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი იპოვა, გარემო ყველაფერი თავისით დალაგდა, პარტნიორთან ურთიერთობა მეტად ჰარმონიული გახდა და თავდაჯერებულობაც კი გაძლიერდა. საკუთარი თავის პატივისცემა და პირადი სიხარული არ არის ეგოიზმი. მკითხველი შეიტყობს, რომ ურთიერთობები არ უნდა ართმევდეთ ინდივიდუალიზმს, პირიქით უნდა აძლიერებდეს მეს, ანუ იმას, ვინც უკვე არიან. წიგნის დახმარებით მკითხველი შეძლებს საკუთარი სივრცის შექმნას დანაშაულის გრძნობის გარეშე, რათა გააზრებულად, სათანადო გულწრფელობით გამოხატონ პირადი საჭიროებები. ისინი გაიგებენ, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ დაკარგონ თავიანთი ძირითადი ფასეულობები და რომ ნამდვილი სიყვარული ორივე მხარის განვითარებას უწყობს ხელს. ნაბიჯი საკუთარი თავისკენ სთავაზობს ქალებს საკუთარ თავთან კავშირის გაძლიერებას, გააცნობიერონ ვინ არიან, რა უყვართ, სად მიდიან. ეს წიგნი შეგახსენებთ, რომ ყველაზე სრულყოფილი ურთიერთობები მაშინ ყალიბდება, როცა ორივე პარტნიორი სრულად იაზრებს თავის ნამდვილ მეს, მყარად დგას საკუთარი მიზნებსა და შეხედულებებზე. წიგნის დასრულების შემდეგ მკითხველს ექნება ინსტრუმენტების მთელი ნაკრები საკუთარი თავისადმი სიყვარულის გასამყარებლად. ნებისმიერი ქალი მარტოხელა ურთიერთობაში მყოფი თუ წლების კომპრომისების შემდეგ საკუთარი თავის ხელახლა აღმომჩენი, ამ გვერდებზე იპოვის ნუგეშს და შთაგონებას, პატივისცეს თავის ნამდვილ მეს. წიგნი უმთავრესად გაგზავნილი ხომ ეგეც არის, რომ ნამდვილი სიყვარული იწყება შინაგან კეთილდღეობასთან და შინაგან სრულყოფილებასთან ერთად. დაიმახსოვრეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რაც კი ოდესმე გექნებათ, ეს არის ურთიერთობა, რასაც საკუთარ თავთან აშენებთ. ასე რომ, აი ასეთი წიგნია ჩემო ძვირფასებო. ვინც დაინტერესდებით, აუცილებლად ჩემო მეხმიანეთ, როგორც გითხარით, ონლაინ ვერსია გამოგეგზავნებათ და თან მოყვება მას კონსულტაცია ჩემთან უფასოდ 15 წუთის განმავლობაში. დამიკავშირდით TikTok-ზე TABO2703 და აუცილებლად წაიკითხეთ, მართლა ძალიან ბევრს ადამიანს დაგეხმარებათ. დღეს ახლა კიდევ მინდა როგორც წესი დღის განმავლობაში ვწარ ხოლმე პატარ-პატარა ვიდეოებს და მე ვაბავ, იმიტომ რომ დიდად მე მონტაჟი არა ვარ და ესე ძალიან სპონტანურად ვიცი ხოლმე შევოქალება და ყველაფერს გაკეთება. ეხლა განახებთ წიგნებს, რომელსაც ეხლა ამ წუთას ვკითხულობ, ინგლისურ ენაზე არის, მაგრამ ვისაც და გაინტერესებდა ისის ინგლისური შეგიძლიათ წაიკითხოთ, იმიტომ რომ უფრო ფსიქოლოგიური და რაღაცა ცოტა უფრო მეტად რაღაცა ფინანსური მხარის ლიტერატურა მაქვს ეხლა ამ წუთას. რეციცაც ვინტერესდები, საქართველოში ძალიან დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, მაგრამ აქ სამწუხაროდ ჯერ მაგდენი არა. თუმცა მაღლა სართულზე გვაქვს თაროები კედელზე, რომლებიც ძალიან ბევრი წიგნი მაქვს, მაგრამ აქ მეორე სართულზე არა მაქვს ჯერჯერობით ჩამოტანილი. და კიდე რა მინდა გითხრათ, დღეს განმავლობაში თუ რაიმე საინტერესო მოხდება ჩემს ცხოვრებაში, აუცილებლად ამასაც ავტვირთავ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყოველივე თითოეულ თქვენთაგანს, რომლებიც აი ყოველდღე მისმენენ, კომენტარებს წერენ, იზრდებით ჩემთან ერთად მოტივაცია გემატებათ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ რაღაცების თქვა მინდოდა ეხლა ამ ეტაპზე ჩემო გოგონებო, ეხლა გავიდეთ და ვნახოთ ჩემი წიგნები, რომლებსაც ეხლა ამ წუთას მე ვკითხულობ. აი გოგონებო, ცოტა ჩავწევე ხამ შანტალს. ეხლა ამ წუთას რაც კითხვაში მქონდა და დავამთავრე არის აი ეს წიგნი, Sarah Broadis Be the Love, იყავი სიყვარული. ძალიან კარგი წიგნია, სხვათა შორის ყველას ვურჩევ, ვინც ტრანსფორმაციულ სიტუაციებს გადის. ასევე ვკითხულობ ეხა ფულის ფსიქოლოგიას, ესეც ძალიან მაგარი წიგნია. ამასთან ერთად ვკითხულობ აი ეს სიმდიდრის გეომეტრიას. ანუ ამ ორ წიგნს ვკითხულობ ერთობლივად. მანამდე წავიკითხე აი ეს წიგნი. იმოქმედე როგორც ქალი, მაგრამ იფიქრე ისე როგორც კაცი. სტივ ჰარვეის წიგნია.
იცით ალბათ ეს ადამიანი. და ესე ძალიან კარგი არის ურთიერთობებზე. მანამდე წავიკითხე ეს არის შინაგანი, ასე ვთქვათ, რომ დამშვიდდე და შინაგანი თავდაჯერებულობა აიმაღლო. აქ არის კიდევ წიგნი, ეს აი ესეთი წიგნი არის გოგოებო, My Vision, ემირატების ემირის შეიხის, ეს მეორე წიგნი, ესეც წაკითხული მაქვს, საკმაოდ საინტერესო არის. ეხლა გადავიდეთ იქით ამ მხარეს ერთი წამი, ბარემ არ გავწყვიტავ ვიდეოს, ეს ყურანია. ჩემ ქმერს აქვს. ყოველთვის თან აქვს და აი აქეთაც უფრო მეტად ისეთი რელიგიური წიგნები დევს მისთვის. ხო, აი აქ ეს არაბული წიგნებია. სხვათა შორის, აი ეს მომეწონა ძალიან მაგარი არის, ვისაც ბიზნესის დაწყება გინდათ და საკუთარ თავში არა გაქვთ რწმენა, ეს ძალიან მაგარი წიგნია. ესეც ეგო, ეს არის თქვენი მტერი, ძალიან მაგარი წიგნია, ძალიან მომეწონა. ეს არის ბიზნეს პლანზე, ანუ ბიზნეს გეგმაზე, რომ ბიზნეს გეგმა საჭირო არ არის და ისე შეგიძლიათ დაიწყოთ ბიზნესი, ძალიან მაგარი წიგნია. ეს არის ძალიან ძველი წიგნი, ამას უბრალოდ არ გამოვიღებ, ეს არის მე მგონი 400 წლის წინადელი წიგნია. ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მაგას ეხლა ვამუშავებ და აი ასე, ეს არის ის წიგნები, რომლებიც ეხლა ამ წუთას გვაქვს, ასე ვთქვათ, კითხვის პროცესში. ზედა მხარე ზემოთ რა წიგნებიც არის, ზუსტად მხატვრული ისეთი ლიტერატურა, ეს არის ის, რასაც ეხლა ვკითხულობთ და ყოველდღიურად გვჭირდება. აი ესე, მე ჩემ ჩუსტებზე ვაბოდებ, ხო ძალიან საყვარელი ჩუსტებია. რა შუაში არის, მაგრამ მომწონს ესეთი ბუთხუცა რაღაცეები. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ მე ვგიჟდები პეპლებზე და სახლში პეპლები მაქვს ძალიან ბევრი ესე კედლებზე, აი ძალიან ბევრი მართლა. აი აქაც გოგოებო შეხედეთ, აი ესეთი პეპლები მაქვს სახლში ყველგან. აქეთ არა მაქვს ამ მხარეს, მაგრამ აი აქ მაქვს ნახეთ. აი ესე სულ პეპლებში ვარ, მოკლედ პეპელასავით გოგო. აი ესეთ წარწერებზე ვგიჟდები. Welcome to our sweet home. აი ესე. აბა ვინიცით ეს რა არის გოგონებო? ეს არის ბუხურის დასადები. აქ დადებ ნახშირს, მოიცა უნდა განახოთ ერთი წამი, ეხავე განახებთ. აი ესე გოგოებო, აქ იდება ნახშირი. აი ესე. მე ეს ნახშირი ინთება ამით და აი ესეთი სურნელოვანი ისინი იდება ზემოდან ძალიან პატარაზე და ძალიან მაგარი სუნი აქ აი რამოდენიმე მაქვს აქ და ამ ვარიანტში ვდებ ხოლმე რომ კარგი სუნი ტრიალებს. ეს საქართველოდან ჩამოვიტანე, ისე მიყვარს, ესე გამოჯგემული მაქვს, აქ წყალი ჩავასხი და მიდევს მოკლედ. ასე რომ ეს ამ ბუხურის გარეშე ჩვენთან ცხოვრება შეუძლებელია. ესეთი სურნელოვანი ბურთულებიც გოგონებო, აურის გასაწმენდად და კარგი სუნის დასაყენებლად. ასე რომ აი ესეთი სიტუაცია არის აქ. მე გამახსენდა, რომ თქვენთვის არ მქონდა ნაჩვენები ის ოთახი, სადაც ძირითადად მე ვარ ხოლმე. აი ესე პეპლებზე ვგიჟდები, როგორც გითხარით. აი ესეთი ოთახი არის. აქ ძირითადად ჩემი მეუღლე უყურებს თავის საყვარელ გადაცემას ფეხბურთს და ასე შემდეგ და ყველაფერი მორგებულია მის გემოვნებაზე და მოთხოვნილებებზე. ეხლა სანამ სახლში დაბრუნდება, ესე იგი არაბული ყავა და ჩაი მზად უნდა კონდეს თერმოსში. აქეთ უნდა კონდეს ეს თავისი, რა ქვია, სიგარეტები. აქეთ აი ასეთი რაღაცები უნდა ეტოს, იმიტომ რომ ეს არის ის, რასაც ხმარობს. აქ ყველგან აბსოლუტურად არის აი ესეთი პატარა სამზარეულოები, იმიტომ რომ როდესაც ანუ აქ ზიხარო უცაბად და თუ რაღაცის გააკეთება მოგინდა რომ ყავა, ჩაი, რაღაც ეგეთი რაღაცეები, მიკროვალნოვკა, თორე დიდი სამზარეულო, ასე ვთქვათ, სადაც ზარეული არის, ის არის დაბლა. აქეთ არის აი ესეთი ჩემი პიანინოს ოთახი, მაგრამ ჯერჯერობით მოწყობილი ნამდვილად არა მაქვს, მოწყობის პროცესში ვარ და აქეთ არის ჩემი საძინებელი, მაგრამ ნუ ეხლა ამას ესე ვერ დაგანახებთ. აქ აი ესეთი ხალიჩები გვაქვს გოგონება, მე ვგიჟდები პირადად ხალიჩებზე. და აი ასეთი სიტუაცია არის, მოკლედ, აი აქ. დანარჩენ ვილას მე დაბლა რო ჩავალ, დაბლა, ასე ვთქვათ, დაგათვალიერებინებთ, ვისაც დაგაინტერესებთ.